პარტია დავაფუძნეთ. ყრილობა ჩავატარეთ, ანუ ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ რეალობაში საკითხი უნდა იდგეს ისე, რომ ყრილობა ჩავატარეთ და პარტია ითვლება, რომ დაფუძნდა. დიდი პომპეზურობით და დიდი ზარზემით უნდა კეთდებოდეს ეგეთი ამბავი. ჩავატაროთ და უნდა ვზეიმოდეთ, მაგრამ ჩვენ შეგნებულად ჩვენს ქვეყანაში საერთოდ პარტიის დაფუძნება, არ დაფუძნების საკითხი არ არის გარკვეული. საერთოდ არ არსებობს პროცედურა, რომელიც გარანტირებულად პარტიის დაფუძნებას გულისხმობს, იმიტომ რომ წესები და კანონები რაღაც ისეთი მოვლენად იქცა, რომ ვისაც პატრონი არ ყავს, იმაზე კანონი მოქმედებს გაასმაგებული სიმკაცრით, კანონს რო წერდა იმ დროს რომ ავტორს რო ვერ წარმოედგინა, ისე მოქმედებს. ისე მოქმედებს და ვისაც პატრონი ყავს, ან ვინც თვითონ არის პატრონი, იმაზე კანონები რაღაცნაირად აი უცბად კანონები შემოიცვლება ხოლმე. აი როცა უცბად აღარა კანონი დუმს, იქ არის ქართულ ჯიგრულ პონტში მიდის. კი, იქ სხვანაირად მოქმედებს. მასეთ ქვეყანაში პატრონი სხვა გაგებით შეიძლება ორნაირი გაგებით იხმარებოდეს, ერთი ფარველი, რაღაცა შემწეობის გამწევი და ამ შემთხვევაში პირდაპირ პატრონი იგულისხმება, ვისაც პატრონი ყავს, ან თვითონ არის პატრონი ვინმესი, ისინი აი ბატონი ვისაც აყავს, ისინი დაცულები არიან, ვინც აი თვითონ თავის თავს თვითონ ეკუთვნის და რასაც უნდა იმას აკეთებს, მათ შემთხვევაში გაურკვეველია რა მოხდება. თავისუფლება ამ ქვეყანაში წახალისებული არ არის. მე მინდა რომ ყველა ჩვენი პარტიის აქტიურ წევრს და თანამებრძოლს ასე ვთქვათ, ბოდიში მოგიხადოთ, იმიტომ რომ აი ესე სახელდახელო სწრაფად და ყოველგვარი გამოცხადების და რაღაც პომპეზური ამბების გარეშე მოგვიწია გაკეთება და ვიცით რომ ბევრი უყურადღებოდ დაგვრჩით, ბევრმა ვერც სათანადო დროს ვერ გაიგეთ და ეგ რა თქმა უნდა ეგრე არ უნდა კეთდებოდეს, ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიყოთ და ნორმალურ პირობებში შოთას თქმის არ იყოს ესე საზეიმოდ პომპეზურად უნდა გაკეთდეს, მაგრამ აი ამ ფორს მაჟორის რეჟიმში უბრალოდ აი ეს მინიმალური რაოდენობა, რაც კანონით იყო განსაზღვრული, იმაზე მეტი რა თქმა უნდა ადგილზე შევკრიბეთ, აი ესეთ დაჩქარებულ პირობებში და იურიდიული ფორმალობები მოვაგვარეთ და თუ დაადგა ამ ყველაფერს საშველი და გავიარეთ ეს რეგისტრაცია, მერე უკვე პარტიული აქტივობის ფარგლებში კი იცით რომ ჩვენ უყურადღებოთ არავის არ დავტოვებთ, ამიტომ გაგებით მოვეკიდოთ მაგ რეალობას, იმიტომ რომ ეგეც პირობებში გვიწევს ფუნქციონირება და აი რა პირობებში გვიწევს ფუნქციონირება, მაგას ცოტა გაჩვენებთ, იმიტომ რომ წინა გადაცემაში ვთქვით რანაირად გავაკეთეთ, აი ჩვეულებრივად ოცნების წესდება რომ გადმოვაკოპირეთ რაღაცა დეტალების შეცვლით და მე შოთავს ვთხოვ რომ აი პარტიის ლოგო რო ვაჩვენოთ თუ შეიძლება და მაგის მაგალითზე ავხსნი, აი რო გამოიტანოთ თუ შეიძლება, აი TikTok-ის მასაც ვაჩვენო. ხო ანუ ლოგო გამოიყურება ესე. და აი დააბრუნებ თუ შეიძლება. აი რატო არის ლოგო ესე? ხო ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ბიჭო რაღაცა კრეატიული ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ უფრო უკეთესით შეიძლება. უფრო უკეთესით შეიძლება. ხო, ნუ ნახეთ ხალხო რა არის იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ 4-დან ერთს სახელს და გვარს არ დავასახელებ, საერთოდ სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. ამოცანა რომ ყოფილიყო რომ კარგი ლოგო გაგვეკეთებინა, ირაკლი მაგას თავის თავზე აიღებდა. უბრალოდ ამოცანა იყო რა იცით? რამენაირად გადავლახოთ აი ეს ბიუროკრატიული მომენტი და ერთ-ერთი პრობლემა შეიძლება ყოფილიყო მაგალითად ლოგო. და რა ტიპის პრობლემა? მაგალითად აი ჩერგოლეიშვილს რო პარტიის დარეგისტრირება უნდა და მან გამოიყენეს ეგეთი მეთოდი და თავის დროზე ადრე ჩვენზეც გამოიყენეს, რომ შენ უნდა ტექსტობრივად აღწერო როგორი არის შენი ლოგო. და ანუ ხო დავშოთ ჩერგოლეიშვილს პარტიის რეგისტრაციას ეწერა რომ ვარდისფერი ფონია და იმას უთხრეს რომ არა ეგ ვარდისფერი არის რაღაც სხვა ფერია. ჩვენც თავის დროზე ჩვენ თავისფერი, ანუ ჩვენ მქონდა დახარვეზების ერთ-ერთი ფორმულირება იყო, რომ თქვენ რა ფერის ლოგოც გააქვთ, ჯვარი ჩვენი ლოგოს სიმბოლო რაც იყო, მაგის აი რეალური ფერი ვიზუალურად როგორი ბორდოსფერი იყო და ამ წითელი არის. და თქვენ უნდა დაგეწერეთ წითელი და გეწერათ რაღაცა შინდისფერი. ამიტომ ეს ლოგო რა არის გაკეთებული როგორ? აი კარგად დააკვირდით, აი ლოგო არის
შავით თეთრზე, ანუ აი თეთრი ფურცელია და შავად აწერია, რომ ვერავინ ვერ თქვას, რომ არა, იცით, ეგ თეთრი არ არის, ეგ არის ბრინჯის ფერი, რომელზეც არის ჩინური ტუშის ფერით, რაღაც ეგეთი რო არ მოგვედაონ, არ ვიცი, შეიძლება ამ თავში დაარტყათ და ეგეც იკადრონ, რომ შავით თეთრზე რო რაღაც აწერია, მაგაზეც რამე მოიფიქრონ, მაგრამ აი პირდაპირ შავით თეთრზე დავაწერეთ კონსერვატორები საქართველოსთვის და მარტო ეგ კი არა, აი ქართული ოცნების ლოგო ხო არის აღწერილობა, აი ფორმულირებაში რო არ მოგვდავებოდნენ, იქ არის რომ ესე წრიულად დაწერია ქართული ოცნება გამოყოფილი ორი შავი ჯვრით. აი ეხა საუდეთი და პირდაპირ კონსერვატორები საქართველოსთვის გამოყოფილია ორი შავი ჯვრით. წრიულად დაწერია. ყველაფერი მაგ წესდებაში როგორ არის გაკეთებული? ანუ ამას თუ ახარვეზებ ქართული ოცნების წესდებაც მაშინ ხარვეზიანია. ანუ ჩვენ თუ ეხა არ გვატარებ რეგისტრაციაში, მაშინ ქართული ოცნებაც ამოიღე რეგისტრაციიდან. ასეთი მეთოდებისთვის მიმართვა იმიტომ გვიწევს, რომ კიდევ ვიმეორებ ამ ქვეყანაში პარტიის რეგისტრაციის პროცესი საერთოდ კანონზომიერებაში არ ჯდება. ანუ არ არსებობს წესები, რომლითაც პარტიის დარეგისტრირება შესაძლებელია, არსებობს მხოლოდ რაღაც ანუ ყველაფერი, აი ხო იცის, რომ აკავებენ ადამიანს და რომ ეუბნებიან, რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი შენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც არ უნდა დააფუძნო პარტია, ყველაფერი შენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. ხო და აი მე მიმართავ ხელისუფლების მომხრეებს. ეს დემოკრატია არის? როდესაც თქვენს მიერ არჩეული ხელისუფალი გვიმტკიცებს, რომ საქართველოში რაც გინდა ყველა დემოკრატიული უფლებები და ძირითადი თავისუფლებები დაცულია. ამ პირობებში ხო არ უნდა გვიწევდეს ჩვენ კონსერვატორებს, აი მარტო ჩვენ რატო ვიზღუდებით ამ თვალსაზრისით, ყველას რატო აქვს პარტია. საქართველოში არის ოფიციალურად დარეგისტრირებული 260, მე მგონი 14 პარტია. და ერთადერთი ძალა, რომელსაც პარტია გააუქმეს საქართველოს არსებობის ისტორიის განმავლობაში 30 წლიანი ისტორიის, მანამდე არც იყო პარტიები, კომუნისტურ პარტიას ვინ გააუქმებდა. ანუ რაც საქართველოს ისტორიას პარტიები ახსოვს, ერთადერთი პარტია, რომელიც გააუქმდა, ვარ ჩვენ. აი ამ თვალსაზრისით ისტორიაში უკვე შევედით. ხო, საქართველოს ისტორიაში. ამიტომ როგორი რაღაცა იცი? როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ ის დემოკრატიულად არჩეული მმართველია, რომელიც რაღაც განსხვავებულ აზრსაც იტანს და განსხვავებული აზრის მიმართ მას არანაირი პრობლემები არ აქვს, თავარია კანონით იყოს ყველაფერი დაცული, აი როგორ ზურამ აღნიშნა, რა ვიცი, ერთი-ერთი გადავწერეთ ოცნების წესდებიდან, ანუ იურიდიული შემოდავების და იურიდიული თვალსაზრისით რაღაცა ხარვეზის გაჩენის შესაძლებლობა უბრალოდ თეორიულად არ არსებობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სიტყვა-სიტყვით იდენტური გავაკეთეთ, რაც ოცნების შემთხვევაშია. ამიტომ ეგ ჩემი აზრით იმაზე მეტყველებს, რომ ნუ არ არის ჩვენს ქვეყანაში მთლად ბოლომდე უფლებები დაცული. ხო, ნუ სურათი იყო ჩვენ წინაშე შემდეგი. აუცილებელია კონსერვატიულ ფლანგს ჰქონდეს საკუთარი ხმა და საკუთარი ადგილი ქართულ პოლიტიკაში, მით უმეტეს 50,000 ხმა გვაქვს აღებული არჩევნებზე. ანუ არჩევნებზე თან რომელიც ძალიან დიდი დარღვევებით ჩატარდა, უზარმაზარი წნეხის ფონზე, ორი პარტია გაგვიუქმეს, ანუ ხა ბევრი მაგალითად კრიტიკულ დამარცხების შემდეგ კრიტიკოსები განსაკუთრებით ხალისით იძლევიან ხოლმე რჩევებს. და ეხლა მესმის რომ რა თქმა უნდა შეცდომები ჩვენ თვითონაც ვაცნობიერებთ ძალიან ბევრ ჩვენ შეცდომას, რაღაც სხვანაირად შეიძლება და გაკეთებულიყო და ყველას აქვს შეცდომები, უბრალოდ ეხლა ჩვენ რა პირობებშიც ის 50,000 ხმა დავდოთ, ეგეთი პირობები არ ქონია არავის. სრული ბლოკადა ფინანსური, ბანკებს რო გიუქმებენ, ის კი არა რომ ვიღაცა ბიზნესმენები გეხმარებოდნენ და შეაშინეს, თუ შეაშინეს, კი ბატონო, ავქნათ ეხლა ვიღაცა შეაშინა. ბანკის ანგარიშებს გიუქმებენ, პარტიებს გიუქმებენ, სრულ უიმედობას თესავენ შენიანებში, რომ მაგას საერთოდ არ გაუშვებენ არჩევნებზე, აზრი არ აქვს გაუყალბებენ და ამ პირობებში დავდეთ 50,000 ხმასაც თან ჩანდა, ჟონავდა ის საღებავი და მეორე მხარეს ჩანდა და ხალხი ღიად გაძლევდა ხმას, ხო? როგორც მინიმუმ ის უფლება ხო მაინც მოვიპოვეთ, რომ აი არჩევნებში მაინც მიგვაღებინეთ ხოლმე.
მონაწილეობა, აი მაგის უფლება ხომ მაინც ეკუთვნის 50000 კაცს, რომელიც არაფერს არ უშინება და მზად არის საკუთარი პოზიცია გაიტანოს, ხო? ხო და ეგ გამოწვევა გვედგა და ვაცნობიერებთ, რომ იმდენად უნამუსო სისტემის პირობებში ცხოვრობთ, რომ უბრალოდ პროგნოზს არ ექვემდებარება რანაბიც გადადგავს, ამიტომ ეხლა როცა ყრილობისთვის ვემზადებოდ გვესმოდა მშვენივრად, რომ ეს არ არის სტანდარტული გაგებით ყრილობა, ეს არის ფაქტიურად რაღაცა იურიდიული აუცილებელი ბარიერის გადალახვის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა მოგვეხერხებინა და ჩაგვეტარებინა ისე მნიშვნელოვნად ფარულადაც, ანუ წინასწარ არ ვაანონსებდით სპეციალურად, იმიტომ რომ მან დაწევოდა რიგი რისკებისა, წინასწარ ინფორმაციის გასვლის, რომელიც შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენებინათ თვითონ საბუთებზე მუშაობიცაც ჩვენ თვითონ ვაკეთეთ აი და ჩვენი ძალიან შინაური ჩვენ არის რაღაცა რისკები რომელიც ახლა შეიძლება აქ საჯაროდ არც ითქმის ბოლომდე, მაგრამ ნუ ეგრე იყო საჭირო და კიდევ ერთხელ ვისაც ახლა გული დაგწყდათ რომ ვერ მოახერხეთ ამის სათანადო ფორმებში ჩატარება სამწუხაროდ ამ რეალობაში ესე გვიწევს თორე ისე რა ვიცი. ხო, მანდ ახლა ჩატარების მოწვევასთანაც დაკავშირებით ახლა ერთი რომ ჩვენ გვესმოდა რომ ამ ფორმალურ ღონისძიებას ვატარებთ და მანდ ბევრი შეწუხება არც არის აუცილებელი ეგ ერთი და მეორე თან ჩვენიანებს ვინც არიან და ვინც გვეხმარებიან ისე თხოვეთ რომ უნდა შეკრებილიყო უბრალოდ აუცილებელი რაოდენობა 350-400 კაცი იქ ახლა გვესმის რომ ჩვენიანები ყველა ზოგი სადმუშაობს ზოგი რითია და ზოგი რითია შეიძლება ძალიან ბევრია ჩვენიანი იდეური და ზოგი გამორჩათ ზოგს ვერ დაუკავშირდნენ და ეს ეხა სამწუხაროა, მაგრამ აი როგორც მოვასწარით და რაც მოხერხდა, ეგრე დავაორგანიზეთ ასე ნაჩქარევად და შევიტანეთ ინფორმით, რომ სრული კოპირებაა. ეხლა შემდეგი სრული კოპირებაა გარდა დასახელების და იდეოლოგიური შინაარსი. შევცვალეთ იდეოლოგიური შინაარსი, ოცნებას უწერია რომ არის ლიბერალური პარტია, ჩვენ დავაწერეთ რომ კონსერვატიული პარტია ვართ, შინაარსობრივად ეგ უწერია და მიზნებში მათ უწერიეთ რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის რა ყველაფერს დათმობენ და ყველაფერს იკადრებენ და ჩვენ ჩავწერეთ რომ ჩვენი იდეა არის ქვეყნის გამთლიანება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. აი ესეთი სხვაობები იდეოლოგიური რაშიც მოდავების შანსი არ არსებობს, იმიტომ რომ აი პარტიის ჩვენ მართლა მაგისთვის ვაფუძნებთ რომ ქვეყნის სუვერენული ინტერესები დავიცვათ. ხო და მაგის უფლება კი არა, ეგ არის პარტია იდეაში, ხო? ეხლა რა ნაბიჯებია დარჩენილი? ამ კვირაში, 1-2 დღეში შევიტანთ უკვე ამ დოკუმენტებს, რომელიც ყრილობაზე ყრილობის საფუძველზე იქმნება და შეგაქვს წესდებას, იქ ესკიზებს ჩვენი ლოგოს და ასე შემდეგ. შევიტანთ და აქედან ოცნებას აქვს ერთი თვე ამ განაცხადის ან დამოწმების და ოფიციალურად პარტიის რეგისტრაციის, ან უარის თქმის და შესაბამისად, ნუ გაუქმებულად არ შემდგარად ჩათვლის, ხო? ეხლა არის და ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი. მაქსიმალური ყურადღებით უნდა იყოს ჩვენი ამორჩეველი და არა მარტო ამ პასუხით გაიკვევა საით მიდივართ ქვეყანაში იდეოლოგიურად და პოლიტიკური თვალსაზრისით მიდივართ მართლა კონსერვატიული გზით თუ ფეოდალების საკუთარი ინტერესების გატარების გზით და მივდივარ დიქტატურისკენ თუ რაღაცა უფლებები და სტანდარტები, კანონები იარსებებს კიდე ამ ქვეყანაში. ისიც ვთქვათ, აი სახელწოდება რა არის? კონსერვატორები საქართველოსთვის. აი კომენტარის დაიწერა, კითხვა დაისვა, ძველი სახელი რატო არ გამოვიყენეთო და ზუსტად იმიტომ რომ რაღაც იურიდიული შემოდავების საშუალება რო არ მიგვეცა. წესით ყველანაირი იურიდიული ასე ვთქვათ საკითხიდან გამომდინარე ძველი სახელწოდების გამოყენებაც უნდა შეგვეძლოს, ვინაიდან ოცნებამ კი არ გააუქმა, საერთოდ არ არსებულა მაგ რეჟიმზე, ანუ ერთია, როდესაც პარტიას აუქმებს საკონსტიტუციო სასამართლო და მაგ შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში არ შეიძლება მაგ სახელწოდების, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებული პარტიის სახელწოდების გამოყენება სხვა ახალი პარტიისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ არ არსებულა. ეგრე გამოაცხადეს და შესაბამისად იურიდიულად შეიძლება ძველი სახელწოდების გამოყენება, მაგრამ მაინც არ გავრისკეთ, იმიტომ რომ ამ რეჟიმის პირობებში გვიწევს პოლიტიკური საქმიანობა. არც ერთი დეტალი არ არის ისე, რომ არ გვიფიქრია მაგაზე, არც დასახელება, არც ლოგო. არც ის რომ ყრილობა არ გავასაჯაროვეთ. ამიტომ მე ყველასი მესმის, ვინც იძახის, რომ ასე ხო არ ჯობდა, ისე ხო არ ჯობდა, ყველას ვეთანხმები. ისე ჯობდა ნორმალურ ქვეყანაში რომ ცხოვრობდეთ.
მართალი ხართ ისე ჯობდა, მაგრამ აცხოვრობთ სამწუხაროდ ნორმალურ ქვეყანაში. ამ საკითხში მეტნაკლებად ნეიტრალური მხარე ამ შემთხვევაში იგულისხმება ომბუდსმენის აპარატი. ჩვენ არც გვითხოვია სახალხო დამცველისთვის, არც ჩვენ არ მივმართეთ მას, რომ ეს საკითხი გამოეძიათ მათ და შეეფასებინათ. მაგრამ თვითონ იმიტომ რომ იმდენად წარმოუდგენელი რაღაცა გააკეთეს, იმდენად დაარღვიეს კონსტიტუციური უფლებები, ანუ პარტია გაუქმეს. რომ მოუწიათ ამაზე რეაგირება და ცუდის პრეცედენტი დაუშვეს და სახალხო დამცველმა ეს საკითხი შეაფასა. ახალ სახალხო დამცველს გულისხმობ. და თქვა რომ დაირღვა. და დაადასტურა რომ მართლაც იყო დარღვევა კაცო. ამიტომ ნებისმიერი სპეკულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით რომ თქვენ რაღაცა ხო არ გაგეპარათ, ეგ არის მართლა უნამუსო.